მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. შეგახსენებთ, რომ Facebook-ზე შეგიძლიათ გვიყუროთ პალიტრა ნიუსის გვერდზე და ასევე YouTube-ზე პალიტრა ნიუსის არხზე. ჩვენ დღეს გადაცემაში ბუნებრივია ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ვისაუბრებთ, მაგრამ ასევე ვისაუბრებთ ახალ პოლიტიკურ ძალებზე, რომლებიც შეიძლება გამოიკვეთონ ქვეყანაში, მოძრაობებზე, რომლებიც მზად არიან უკვე გადაკეთდნენ პოლიტიკურ პარტიებად, სწორედ ასეთი ორი მოძრაობის წევრი იქნება ჩვენი სტუმარი, ლევან ლორთქიფანიძე, მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის, ერთ-ერთი დამფუძნებელი და ნიკოლოზ ხატიაშვილი, ინიციატივა ჯერ საქართველოს წარმომადგენელი. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. საინტერესო თემა არის, რომ ფაქტობრივად მოთხოვნილება არის ახალ პოლიტიკურ ძალებზე, იმიტომ რომ არსებული ოპოზიცია ბევრი მოთხოვნას ვერ პასუხობს, რომელიც არსებობს, განსაკუთრებით მოთხოვნას, რომ გაჩნდეს ალტერნატივა ძლიერი. არის მცდელობა იქ ალიანსის შექმნის, მაგრამ ალიანსში რა ხდება ხედავთ და კარგია მე მივესალმები მაგალითად რომ იმაში რაც მეტი პოლიტიკური პარტია დაფუძნდება უკეთესი იქნება და მე შეიძლება იქიდან ამოირჩეს ან ერთი ძლიერი ან მათი გაერთიანება და ასე შემდეგ და ამის ასე ვთქვათ მოთხოვნა ამორჩევალში ნამდვილად არის. ამიტომ მოდი ვისაუბროთ ჯერ თქვენს ასე ვთქვათ პარტიებზე, როდის აპირებთ პარტიებად გადაკეთებას. ამ გადაცემის გაკეთების იდეა გამოიჩა იქიდან გამომდინარე, რომ ნახე Facebook-ზე თქვენ ორი პარტია და კიდევ თავისუფლების მოედანი, ხო, შეხვდით ერთმანეთს? კი, სართული და ქართული რესპუბლიკა. ქართული რესპუბლიკა, ანუ რაღაც ახალგაზრდული მოძრაობა, ახალი მოძრაობები ამ ძველი პოლიტიკური პარტიების გარეშე, ასე ვთქვათ და ამ შეხვედრაზეც ვისაუბროთ შემდეგ, რამდენად შეიძლება თქვენ შორის რაიმე თანამშრომლობა იყოს ამ მსგავსი ალიანსი ჩამოყალიბდეს და ასე შემდეგ. ლევან, მოდი შენგან დავიწყოთ. დავიწყოთ ჩვენი გეგმებით. მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის გეგმავს, რომ შემოდგომაზე მოძრაობა გადააკეთოს პოლიტიკურ პარტიად, ინტენსიურად მუშაობთ ამ თემაზე. თქვენს ტელემაყურებელსაც გავკადნიერდები და მოუწოდებ, რომ თუ თქვენ გსურთ, რომ იყოთ სრულიად უნიკალური პროცესის ნაწილი, რადიო მსმენელებსაც იგივეს მოუწოდებ, თუ გნებავთ, რომ იყოთ სრულიად უნიკალური პროცესის ნაწილი და 100 წლის შემდეგ საქართველოში პირველად ხელახლა დავაფუძნოთ მემარცხენე და დემოკრატიული პოლიტიკური პარტია, აი დღეს სწორედ ეს დროა და შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ, გახდეთ ჩვენი პარტიის დამფუძნებელი შემოდგომაზე და ავაშენოთ ეს ახალი პოლიტიკური სახლი და ინსტიტუტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ძალიან აკლია. რითი არის ჩვენი ძალა გამორჩეული? ორი მნიშვნელოვანი ნიშანი გვაქვს, რაც სხვებისგან გვანგვასხვავებს. პირველი, ჩვენ ვართ მემარცხენეები, ანუ სოციალისტები, დემოკრატები, ფემინისტები არიან ჩვენთან, მწვანეები, აი მემარცხენე სპექტრი მთლიანად წარმოდგენილი არის, ანუ გამოკვეთილი იდეოლოგიური ორიენტირი გვაქვს, ეს არის ჩვენი სიამაყე და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მახასიათებელი და მეორე, ჩვენ მერაბ ვართ სრულიად დემოკრატიული ორგანიზაცია შიგნიდან, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, გვაქვს მაგალითად პარიტეტის სისტემა დაცული ყველა თანამდებობაზე, ხო? თანამდებობა გადაჭარბებული, რა თქვა, პასუხისგებლობაზე. თქვათ, რომელიმე ჯგუფის ხელმძღვანელი, ქალიც არის და კაციც ერთდროულად. მართველი ჯგუფი, ანუ საბჭო, რომელიც აღასრულებს გადაწყვეტილებებს, იქ 6 ქალია, 6 კაცი. ანუ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად თანასწორად იყოს ძალაუფლება გადანაწილებული და რაც მთავარია, გადაწყვეტილებებს ვიღებთ კონსენსუალური დემოკრატიით. ანუ ერთ წევრსაც კი სიტყვა ეთქმის, ერთ წევრსაც კი შეუძლია, რომ ეს პროცესი შეცვალოს, ხელახლა დაიწყოს განხილვა რომელიმე საკითხის. ეს რა თქმა უნდა ძალიან რთულია, მაგრამ ეს არის ჩვენი იდეური არჩევანი, რომ ვიყოთ ჰორიზონტალური პოლიტიკური ძალა, სადაც ძალაუფლება მაქსიმალურად გადანაწილებულია. ეხლა რაც შეეხება ამ შეხვედრას. ეს შეხვედრა ჩვენ ჟურნალისტებს ახასიათებს, თქვენ არ გულისხმობთ ხოებს, რომ რა ხდება და აბა იქ ალიანსი ხო არ იქმნება და პოლიტიკური ქორწინება ხო არ უნდა გაფორმდეს და ასე შემდეგ. ესეთი ჯერჯერობით არაფერი არ ხდება, უბრალოდ ნახეთ, იმ დღეს მქონდა საშუალება, რომ ბატონ ვიქტორთან პატარა მიმოწერა მქონოდა და იქ ვახსენეთ სიტყვა მრავალხმიანი რესპუბლიკა. ჩვენ განსხვავებულები ვართ ერთმანეთისგან, მაგრამ არ გვინდა მონოტონური, ერთპარტიული, ერთფეროვანი სახელმწიფო. გვინდა რომ ვიცხოვროთ მრავალხმიან რესპუბლიკაში, სადაც ყველა ძალას თავისი სიტყვა ეთქმება, ყველა ძალას თავისი წონა ექნება და საბოლოოდ საზოგადოება ამ
დემოკრატიული პროცესით გადაწყვეტს ვის უფრო მეტი ადგილი ეკუთვნის პარლამენტში თუ ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ვცდილობთ ახლა რომ შევქმნათ კულტურული, ადამიანური, ღირსეული პოლიტიკური სივრცე, სადაც პოლიტიკური ძალები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, შედიან ერთმანეთთან უმწვავეს ოპონირებაში, ოღონდ თემატურ საკითხებზე და პატივცემენ ერთმანეთს და აი ამ პატივისცემით გამშვალულ სივრცეში, ღირსეულ გარემოში, სადაც ქსიამოვნებს ყოფნა, ქსიამოვნებს ოპონენტთან შეხვედრაც კი, მასთან კამათიც კი, აი ესეთი სივრცის მაგალითი შევქმნათ და ჩვენ მზად ვართ რომ თემატურად ნახეთ განათლების სისტემაზე, თქვა ჩვენ სხვა ხედვა შეიძლება გქონდეს, ჯერ საქართველოს შეიძლება სხვა ხედვა გქონდეს, შემდეგ საქართველოს შეიძლება სხვა ხედვა გქონდეს და ასე შემდეგ. იგივე შრომის პოლიტიკის თემაში ჩვენ მაგალითად ექსპერტებად მიგვაჩნია თავი და ამსულებას თუ არ მოხდა, ხო, ძალიან რთული არის ბუნებრივი პროცესია პატარა პარტიებით, ხო, ხა მარტო ის ხო არ არის არსებობა ფუნქცია. ნახეთ მე არჩევნები ოლიმპიადა ხო არ არის რომ მონაწილეობა იყოს მთავარი არა? ოლიმპიადა არ თავია გამარჯვება არჩევნებში. მაგრამ იცით აი ჩვენ რა გამოგვარჩევს მართლა ჩვენ მართლა გვინდა რომ ავაშენოთ მემარცხენე პოლიტიკური პარტია და მემარცხენეები არც ჯერ საქართველოში არიან, არც თავისუფლების მოედანში არიან. შესაბამისად, უდიდეს პატივისცემას გამოვხატავთ მათ მიმართ, მაგრამ ჩვენ ჩვენს ბუდეს ვაშენებთ, ჩვენს ინსტიტუტს ვაშენებთ, მას თავისი საზღვრები აქვს და თქვენი ამორჩეველი ყავთ, ხო ჩვენი ამორჩეველი გვინდა რომ ყავდეს, ჯერ შეიძლება არ ყავს და ვიბრძვით ამ მიმართულებით. მემარცხენე ცენტრისტული გაერთიანება რო გაკეთდეს არა. თუ გადმოვლენ ჩვენი კოლგის ქვეშ მემარცხენე ცენტრისტულ ალიანსში, კი ბატონო, მაგრამ მეჭვიბებარეს. კანი ჯერ საქართველოს შემთხვევაში რა ხდება? თქვენს ყრილობას გემართებთ. ერთი მას დავამატებდი, რომ საქართველოში მაინც და მაინც ეს კლასიკური იდეოლოგიები ვერ მუშაობს რა, რაც ევროპაში მუშაობს, იმიტომ რომ იქ განსხვავებული პოლიტიკური კულტურა და ხო, ამიტომ ალბათ ყველაზე ოპტიმალური არის ის, რომ მიესადაგო იმ რეალობას, რა რეალობაში დღეს შენ ცხოვრობ და აგერ შენ იქნები მემარცხენე იქნები თუ მემარჯვენე, გასაგებია, მაგრამ შენ კლასიკურ მემარჯვენეობას და მემარცხენეობას ვერ განახორციელებ, მაინც დაგჭირდება ამა თუ იმ იდეოლოგიიდან სესხება გარკვეული მიმართულებების, ასე რომ ეს ბუნებრივი ამბავი არის, რაც შეეხება ჩვენს უბრალოდ ბოდის გიხდი. აი ჩვენ აი ამ მიდგომას არ ვიზიარებთ. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან მძიმე ვითარებაა, ჩვენ მოძრაობას თქვათ აქ ბრძოლა გაჩაღებული ამ ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ ყველა შეხვედრაზე აი დღეს ხუთშაბათია და ვიდექით 4 საათი რუსთაველის მეტროსთან, ჩვენ გაზეთს ვარიგებდით და იქ ადამიანებს ვეუბნებოდით, რომ რეჟიმი ერთი შესაძლებელია დაუყოვნებლივ, ეს პირველი ამოცანაა, მაგრამ აქ არ მთავრდება ყველაფერი, მერე ჩვენ გვინდა შრომის განსხვავებული სტანდარტი, განათლების განსხვავებული სტანდარტი, გვინდა უფრო თანასწორი ეკონომიკა, გვინდა ისეთი ქვეყანა, სადაც სახელმწიფო ჩაერევა და აი ამ დიდ სხვილ კორპორაციებს დაარეგულირებს რიგითი მშრომელების სასარგებლოდ. გვინდა ისეთი ქვეყანა, სადაც თქვა საშინაო შრომა ქალების დაფასდება და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ვეუბნებით ყველას, რომ შეცვლა ხელისუფლების აუცილებელია, მაგრამ საკმარისი არ არის, ამის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია ეს ეკონომიკური გადანაწილება და თანასწორობის შემოტანა ბოდიში საქართველოს გასაყირებს და ჩვენ ასე ვუბნებით. ამავე დროს არის მნიშვნელოვანი ოპოზიციური პარტიები, უკაცრავად ოპოზიციური პარტიების და იმ ხალხისთვის, ვინც ოპოზიციურად არის განწყობილი დღეს ქვეყანაში, არ მოსწონს ეს ხელისუფლება, მიაჩნია რომ ზოგსაერთოდ მიაჩნია რომ ღალატობს ქვეყნის ინტერესებს, რუსეთისკენ მიდის და ასე შემდეგ, ამ ხალხის მნიშვნელოვანი ამ ხელისუფლების დამარცხება, ხო? ანუ მათთვის მთავარი დაპირება ვერ იქნება დღეს, ჩემი გადმოსახედიდან ვერც სასამართლო რეფორმა და ვერც რაღაც თქვათ მემარცხენე იდეები. მათთვის მთავარი დაპირება შეიძლება იყოს, რომ მე მოუგებ ამ ხელისუფლებას და გავუშვებ სახლში და დავაბრუნებ ქვეყანას იმ რელსებზე, რომელზეც იყო. აი ეს როგორ წარმოგიდგენიათ ამის განხორციელება? დღეს არსებული ოპოზიცია ამას ჯერჯერობით ვერ ახერხებს, ხო? თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ? ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია თქვენს ეთერში, შეიძლება ისე დამაჯერებლად არ ჟღერს, რომ თქვენ დაგამახსოვრდეთ ეს ამბავი, მაგრამ მაინც მე მგონია, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია. აქ საქართველოს ხშირად საუბრობენ რაღაც დიდ ერთობებზე, დიდ ალიანსებზე, რომლებიც საბოლოოდ არასდროს არ გამოდის, შუაგზაზე იშლება. ბოლოს ჭამენ ერთმანეთს ეს ალიანსის წევრები და ასე ვთქვათ, თავიდან არის დასაორგანიზებელი საქმეები ოპოზიციურ ველზე. ამიტომ დიდი გაერთიანებების ძებნას ჯობს, რომ ადამიანებმა, პოლიტიკოსებმა, პოლიტიკურმა ძალებმა ჩვენ ველზე დაინახონ სხვადასხვა სეგმენტი და ჯგუფი. ჩვენ
დავინახეთ ჩვენი სეგმენტი, ჩვენი იდეებიდან გამომდინარე. ეს არის მემარცხენე ტიპის ამორჩეველი ადამიანები, რომლებისთვისაც თავარია სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, რომელთაცვისაც მნიშვნელოვანია, რომ არც ერთმა სოციალურმა ჯგუფმა ამ ქვეყანაში გარიყულად არ იგრძნოს თავი, რომელთაცვისაც მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა მაღალი გადასახადი გადაიხადოს იმისთვის, რომ ამის საშუალებით ჩვენ თქვათ კეთილდღეობის ინსტიტუტები ავაშენოთ და ის ჩვენი სეგმენტია თქვათ ის ადამიანები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მრეწველობის განვითარება ამ ქვეყანაში საჭირო და რეალური სექტორის და მხოლოდ ტურიზმით და აღემიცემობით შორს ვერ წახვა. და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს სეგმენტი გამოვიყვანოთ პოლიტიკურ ველზე, მათ მივანიჭოთ პოლიტიკური იდენტობა, ჩავთოთ ეს ფენა სოციალურ ბრძოლაში. მე ვფიქრობ, რომ ეს ფენა პატარა არ არის და მას შეუძლია, რომ სასწორის პინაზე თავისი სიმძიმე შეიძინოს და ხელი შეუწყოს იმას, რომ ქართული ოცნების ამორჩეველი თქვათ დაძლიოს და ქართული ოცნების ძალაუფლება დაძლიოს. რა თქმა უნდა, ჩვენ მარტო ამ ცვლილებისთვის საკმარისი არ ვიქნებით, მაგრამ სხვა ძალებმა უნდა იფიქრონ სხვა სეგმენტებზე, სხვა მიმართულებაზე და 1-4 ოპოზიციური დიდი ჯგუფის შექმნის პოტენციალი მეტის არა, 4-ის, 3-ის ნამდვილად არის ამ ქვეყანაში და აი ამ მიმართულებით დარაზმა უნდა მოხდეს ოპოზიციურ ველზე და ყველამ თავისი წილი საქართველოს უნდა დაიცას, თავისი ფლანგიდან უნდა შეუტიოს ამ ხელისუფლებას. არ შეუტევენ, მაშინ მივიღებთ ისე ასე ვთქვათ გაუგებრობას და ჩვენ კიდევ ვიცით რაზე ვფიქრობთ, რომ არავის არ ვატყუებთ. ხალხს ჩვენ არ ვეუბნებით, რომ ხვალ მოვალთ, კენს ვიყრით, ავიღებთ 1,000,000% და მთელი ძალაუფლება ჩვენ ხელში იქნება. ეს არც გვინდა. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი წილი ძალაუფლება გქონდეს. ჩვენ გონია, რომ თუ მოვახერხეთ, თქვათ, 5%-ის გადალახვა, პარლამენტში ფრაქციის მოპოვება, საკრებულოებში ფრაქციის მოპოვება, შეგვიძლია, რომ ასე ვთქვათ, სოციალ-დემოკრატიული ელფერი შევძინოთ ქართულ პოლიტიკას და თუ სოციალ-დემოკრატიული ელფერი ექნება ქართულ პოლიტიკას, ივანიშვილს ამ ქვეყანაში შანსი არ ექნება. მიზანი არის ამ არჩევნებზე თქვენთვის პარლამენტში ნახეთ და რა თქვათ ხელისუფლების გაშლა. აი ეს უკვე არასწორი ინტერპრეტაციაა. პარლამენტის მანდატები რომ დომოდათ ჩვენი მოძრაობის წევრებს, როგორმე ის ვიღაცა ის თუ აბობხდა ზემოთ გიაბოლსკი და ასე შემდეგ, ჩვენც აბობხდებოდით და რაღაც ადგილებს მოვიდით, ხო? ჩვენი მიზანი არის, რომ ეს ჩვენი სეგმენტი, ჩვენი 5%-იანი იქნება თუ მეტი, ღმერთმაქნას მეტი იყოს, ეს სეგმენტი იყოს საკმარისი, მნიშვნელოვანი ხელისუფლების ცვლილებაში და ამ ხელისუფლების ცვლილებაში შეასრულოს გადამწყვეტი როლი იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სოციალ-დემოკრატიული ელფერი დაკრავდეს ამ ცვლილებას პირველ ეტაპზე და შემდეგ უკვე როდესაც უფრო დემოკრატიული სივრცე იქნება, ჩვენ მარტო ელფერისთვის კი არ ვიბრძოლებთ და მარტო ბიძინა ივანიშვილის გაშვებისთვის კი არ ვიბრძოლებთ, არამედ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ თანამედროვე სახელმწიფო შეიქმნას აქ, რომელსაც მარტო სასამართლო კი არ ექნება და საგარეო პოლიტიკა, არამედ ექნება ნორმალური საპენსიო სისტემა, სოლიდარობაზე დაფუძნებული ექნება ისეთი ჯანდაცვის სისტემა, სადაც ძლიერი იქნება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სეგმენტი, ექნება ისეთი საგადასახადო ასე ვთქვათ სივრცე, სადაც თემურჭკონიას 60%-ს გადაიხდის ბიძინა, 80%-ს გადაიხდის მოგების და ასე შემდეგ. ასე რომ ცვლილებები ძალიან ასე ვთქვათ შეიძლება იყოს პირველ ეტაპზე ხელისუფლების და ამ ავტორიტარიზმის შეკავება, ამ შეკავების შემდეგ კი უკვე შეიძლება იმ ინსტიტუტების მშენებლობის დაწყება, რომელზეც ჩვენ წლებია ვფიქრობთ. თქვენ როგორ ბრძოლის ტაქტიკაზე ლაპარაკობთ? რა თქმა უნდა, ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების პირობები არ არსებობს ამ ქვეყანაში, მაგრამ არსებობს პირობები იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, ხო, თუ ავტორიტარიზმი უფრო გაძლიერდა და უფრო მოუჭირა, ასე ვთქვათ, ჭანჭიკები. შესაბამისად, წინააღმდეგობა აუცილებელია, არ უნდა ჩაუგდოთ მათ ხელში ეს ძალაუფლება და თუნდაც მხოლოდ ამიტომ ღირს წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ ესე პესიმისტურად ჩვენ სურათს არ უყურებთ, ჩვენ გვაჩვენა ავტორიტარიზმის ისტორიამ სოფლიოს ყველა კუთხეში, რომ მობილიზებულია ამორჩეველი, რა მეთოდებიც არ უნდა გამოიყენოს ავტორიტარულმა მმართველმა, დიქტატორმა, ის მაინც მარცხდება. შესაბამისად, ნომერი პირველი ამოცანა ამ ეტაპზე არის ჩვენთვის, რომ მოხდეს რაც შეიძლება მეტი სოციალური ჯგუფის მობილიზება პოლიტიკურ პროცესში ჩასაბმელად. არ არის საკმარისი მხოლოდ ურბანული ნაწილი ქალაქის, რომელიც იბრძვის, მე პატივს ვცემ მის ბრძოლას, არანაირად არ მგონია, რომ რამეში დამარცხება
დამარცხდნენ ან რაღაცა საშინელება მოუვიდათ, პირიქით დასაფასებელია ეს პერიოდული, რუტინული ბრძოლა, რომელიც ყველაზე რთულია და ამაში არის უამრავი დედაქალაქში მცხოვრები ჩართული, მივესალმებით ამას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. იმისთვის რომ ესეთ პირობებში დიქტატორი დამარცხდეს, აუცილებელია რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყოს მობილიზებული ამ ქვეყანაში. ზოგი სოფელში ცხოვრობს, ზოგი მუშაა, ზოგი თქვათ თბილისის პერიფერიაში ცხოვრობს, ზოგი ასე ვთქვათ სოფლიოს სხვადასხვა კუთხეშია მიმოფანტული. ყველა ის ნაწილი, რაც ჩვენს ორგანიზმს აქვს, ქართული ასე ვთქვათ საზოგადოების ორგანიზმს აქვს, ყველა ეს ნაწილი უნდა იყოს ორგანიზებული, დარაზმული, პოლიტიკურ ველზე გამოსული, გარკვეული თვითცნობიერება უნდა კონდეს, რომ ცხოვრობთ დიქტატურაში, ესე თუ გაგრძელდა გადავიჩეხებით და აი ეს შეგრძნება უნდა კონდეს განგაშის, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ამაზე მუშაობა საჭირო. კიდევ ერთხელ ვამბობ, მიზან მიმართულად. ყველას ერთი ადამიანი ვერ დაელაპარაკება, ყველას ერთი პარტია ვერ დაელაპარაკება. ამ ქვეყნის პრობლემა და ოპოზიციის სისუსტეთ მათ შორის იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გვყავს პარტიები, რომლებიც გვეტყვიან, რომ მე ყველაზე მუშაობ, ყველასთვის ვარ. რა თქმა უნდა, საბოლოო კანონი ყველასთვის არის, დემოკრატია ყველასთვის არის, მაგრამ პოლიტიკური პარტიები არიან მოწინავე რაზმები სხვადასხვა სოციალური ფენების და იმ ფენას, რომელსაც ყველაზე მეტად წარმოადგენ, რომლის მესიტყვეც ხარ, იმას ბოლომდე უნდა მიყვე და ჩვენი პოლიტიკური პარტიების უდიდესი უმრავლესობა არავის მესიტყვე არ არის საკუთარი, ასე ვთქვათ, ჯიბის ან იმიჯის ან სახელის გარდა. კი ბატონო, ავითარებით ის რეზოლუციები და თვითონ რომ ამ იმაზე ამბობენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზეც, ევროპარლამენტის რეზოლუციაზეც, რომ ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არანაირ ყურადღებას არ ვაქცევთ მას. ეს თქვათ იმ გამონათქვამს გვახსენებს რა, ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს. თუ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ გაცხადებას, მე ერთი კვირა რატო ამზადებ ბინძურ სიუჟეტებს ან პასეს წევრებზე, ან ევროპარლამენტის წევრებზე, რატო იკვლევ მაგათ ბიოგრაფიებს, ვის რამდენი შეყვარებული ყავდა და ვის და რა ურთიერთობა ჰქონდა, ეს რატო გამოგაგ სამზეოზე თან ესეთი დაბიო და იაფასიანი მეთოდით, რატო ლაპარაკობ 24 საათი პრესკონფერენციაზეც, სამთავრობო საათზეც, პარლამენტშიც, შენ ტელევიზიაშიც ამ ხალხზე, რატომ იკლავ თავს, რატო ნერვიულობ, თმებს რატო იშლი ამ საკითხს, ესე იგი გაწუხებს, ესე იგი პრობლემას ქმნის ეს შენთვის, ესე იგი შენს იმიჯს აზარალებს და გარდა ამისა, ხო, ჩვენ ვიცით ყველამ, რომ ზღვა კოვზით დაილიაო, ნელ-ნელა ეს რეზოლუციები გროვდება და საბოლოოდ მივა იქამდე, სადამდეც მივიდა შეერთებული შტატები, როდესაც დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი. საბოლოოდ ეს რეზოლუციები დაგროვდება და შეიძლება დიდმა ბრიტანეთმა გადადგას იგივე ნაბიჯი, ევროკავშირში ხა შიგნით ვითარება იცვლება, შეიძლება ევროკავშირმა გადადგას ესეთი ნაბიჯი. თან მარტო ღრმატპატივცემული ივანიშვილი კი არ აღმოჩნდება ამ სანქციების ობიექტი, არამედ ეს რეზოლუციები შეიძლება საფუძვლად დაედოს, თქვათ, რამდენიმე მსხვილი ოჯახის რაღაცა ხო არის ეს 100 ოჯახი ხო ამბობს შათირიშვილი დავესესხოს მაგას ევროპას მართავს 3 ოჯახი აქ 100 ოჯახია საქართველოში რომელიც ამ ქვეყანას არაძლევს საშუალებას რომ დემოკრატიულად განვითარდეს აი მაგათ კარზე დააკაკუნებს ეს ყველაფერი და მათ სახლამდეც მივა ის აქლები რომელიც ასე ვთქვათ ესე ამხედრეს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ასე რომ ამ რეზოლუციებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ ეროვნულმა პარლამენტებმაც მიიღონ ესეთი რეზოლუცია და ნიადაგი მომზადდეს რომ ვისაც აგინებენ მაშინ ვისაც აგინებენ მათთან არ უნდა კონდეთ არც საბანკო ანგარიში არც ეკონომიკური ურთიერთობა არც მათი შვილები უნდა ცხოვრობდნენ იქ და არც რაიმე სხვა ტიპის კავშირი უნდა გქონდეთ ამ კოშმართან ევროპა და ამერიკა თუ კოშმარია და უბედურება აგერ ტაჯიკისტანთან არაჩვეულებრივი ურთიერთობები უყალიბდებათ და არ მართლა შესანიშნავი ულამაზესი ქვეყანა ავღანეთიც იქვეა ასე ვთქვათ დაამყარონ ურთიერთობები ხო მე მივესალმები ტაჯიკეთთან ურთიერთობების დამყარებას მაგრამ ყველაფერს ჭირდება თავისი კონტექსტი ხო სად დგახარ ვინ გიმაგრებს ზურგს და მთავარი რისი თქმაც მინდა მე დღეს თქვენთვის ხო ქართული ოცნება გვეუბნება რომ ჩვენ ვართ გენიალური ხალხი ზღვა ღელავს და ჩვენ
ჩვენი გემი არც ტორტმანებს ამ ზღვაში. იმდენად მყარი ღუზა ჩაუშვით. ევროპასთანაც ასე ვთქვათ, შეგვიძლია რომ ესე იგი პასუხი დაუბრუნოთ ურსულა ფონ დერ ლეიენს და დავცინოთ რომ ესე იგი როგორი კორუმპირებულია და აქ იმას რკინიგზაშიც კი კორუფცია აქვს, ხო? რკინიგზიდან დაწყებული პრემიერ-მინისტრით დამთავრებული ყველა ციხეში ჩასვეს და ურსულა ფონ დერ ლეიენს რამდენი წამალი იყი და კოვიდის დროს იმას თვითვლიან, მაგრამ ამას თავი დავანებოთ და გვეუბნებიან რომ მათი პოლიტიკა საქართველოს იცავს რუსეთისგან და მისი აგრესიისგან და ეხლა ჩვენ ვხედავთ ძალიან მტკივნეულ პროცესს ჩვენს ქვეყანაში, რომ რუსეთს თავისი წარუმატებლობის გადაფარვა უკრაინაში სურს იმით, რომ ლამის სამოკავშირეო სახელმწიფოდ გამოაცხადოს ეს სამტრედიის ხელა პატარა რესპუბლიკა, ისი ცხინვალის და მე მარტო ამით კი არ შემოიფარგლოს, შეიძლება წავიდეს იმაზეც, რა ქვია, ანექსიაზეც და ასე შემდეგ. და თითქოს ამათი პოლიტიკა რუსეთთან რაიმეს ალაგებს და სინამდვილეში რუსეთი სმადა საქართველოსთან მიმართებით, რაც უფრო დაბლა ვხრით თავს, კიდევ უფრო მეტად ძლიერდება. ასე რომ თავის დაბლა დახრა და შენი ასე ვთქვათ პარტნიორებისთვის, ესე იგი პატივისცემის გამოხატვა კი არ არის პრობლემა. პრობლემა არის ის, რომ თავს ისე დაბლა ხრი, რომ ხმები უკვე და არარაობა ხდები საერთაშორისო ურთიერთობებში და ესე იგი ეს მეზობელი ქვეყანა გადაგივლის და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი თანამოქალაქეები ცხოვრობენ ცხინვალის რეგიონში და იქ ვითომ საზღვარს გაივლიან ადვილად როკის გვირაბში და ასე შემდეგ და სინამდვილეში მათ რა უფლებები შეიძლება ქონოდათ საქართველოში, ხო, ცხინვალის რეგიონებში ცხოვრებს. იმათაც შანსს უსპობენ ესეთი პოლიტიკით, როცა თლიანად აბარებენ ამ ხარეს რუსეთს და განცხადების გაკეთებაც კი არ უნდათ ამაზე. მათ მეასე ხარისხოვან წარმომადგენლებს, ესე იგი ენის დასვენებაც არ უნდათ ცხინვალის საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ სამაგიეროდ პროტესტსაც ვერ გამოთქვამენ. პროტესტსაც ვერ გამოთქვამენ, მაგრამ სამაგიეროდ შეუძლია ჯო ბაიდენს სლიპი ჯო ეძახონ აქედან და იცინონ რომ როგორი ბებერია და ვერ დადის და რაღაცები. აი ესეთი დაბალი დონე არის დღეს ქართული პოლიტიკური კლასი. ამის ნაცვლად ჩვენ გვჭირდება და ივანიშვილის ხელისუფლების ნაცვლად ჩვენ გვჭირდება მართლა ისეთი მთავრობა, რომელიც წავა პირდაპირ ევროპისკენ, მაგრამ იმ ევროპასაც გააკრიტიკებს, რაშიც საჭირო იქნება, მაგრამ ამის პარალელურად ევროპის ზურგით შეეცდება, რომ დაელაპარაკოს ტაჯიკეთსაც, ყაზახეთსაც და ევროპის დახმარებით შეეცადოს ის, რომ ეს ოკუპაცია ანექსიად არ გადაიქცეს და გამოფხიზლდით ვერსად ვერაფერს ვერ ალაგებს ქართული ოცნება. არავისთან დალაგებული არ არის, იმ ცენტრალური აზიის ქვეყნებთანაც ვერ დაალაგდება, არავინ მაგათ არ დაელაპარაკება ცოტა ხანში, თუ ესე გაგრძელდა, თუ ესეთი რეზოლუციები გაგრძელდა და თუ ქვეყანაში ისეთი ავტორიტარიზმი გაგრძელდა, რომელშიც დღეს